ჩვენ ვერ გადავალთ თან სიარული. რა ხდება? ერთადერთი გზა არის იქ მისასვლელი ნეტა? აქ თან თუ ჩარჩისად მე მომკითხავი არავინ არ არის. რა ხმა იყო? უნდა არ მინდა გადასვლა მე. დავრჩები აქეთ მაშინ. ბასა. რა არის? ეს იყო სუდებულება. მოგესალმებით, ჩვენ YouTube-ის მაყურებლებო, ოფროუდზე მივდივართ ჯუნგლებში. მე პირველად მივდივარ, ზოგადად ოფროუდზე ვარ პირველად, ელენეს ჰობია უფრო რამდენად უცნაური არ უნდა იყოს. 2 საათის გზა არის, ახლა გავჩერდით ასვლის წინ და მივდივართ 2 საათის გზაზე უნდა მივიდეთ ჩანჩქერამდე. ჩვენი შიბზიკაცი ვართ და დანარჩენები რანგლერებით არიან, მაგრამ ჩემი აზრით ყველგან გავალთ იქ, სადაც ესენი გავლენ. ასე რომ წარმატებები ჩვენ. ვფიქრობ, საინტერესო ტური გამოვა და გვიყურეთ და გამოგვიწერეთ. ესე გამოიყურება სანამ ავალთ პანამური სოფელი. ამ ხეობას ქვია ლას მარგარიტას და არის კარიბების მხარეს და წესით ძალიან ლამაზ ჩანჩქერთან მივალთ. რამდენ ხანში არავინ არ იცის, არც ერთი არ არის ნამყოფი ამ 3 სხვა მანქანიდან. აი ნახეთ როგორი თიხის ქანები არის და ყველგან პანამაში სადაც ანდების მთა არის და ყველგან ანდებია, აქ სულ ესეთი თიხა არის და ამიტომ ძალიან განვითარებულია თიხაზე მუშაობა, ჭურჭელი თიხის და გადახურვა და ასე შემდეგ. რა ხდება? ყველაფერი კარგად არის? რაღაცა გაჩერდნენ. გუგას მეგობარს რომანსკის აუდუღდა ზეთი, მე არც ვიცოდი ზეთი თუ დუღდება. Подождать? ხოდა ეხლა ჩადუღდება ეგ ზეთი და გავაგრძელებთ გზას. ჯერ ადროს ეგ იყო 5 წუთიც არ არის რაც ავდივარ. ელენე პროფესიონალი არის. არა ვარ პროფესიონალი. დამწყები ვარ ძალიან. დაწყები ხარ? ვაიმე, ესა ჩვენ ვერ გადავალთ, შანსი არ არის. ჩვენი მანქანა ჩაიძირება. იმედია ეს უბრალოდ ამან გააკეთა და ჩვენ არ მაგვიწევს. მე მგონი ბჭობენ იმაზე ღრმა არის ვიდრე ეგონაც. და სავარაუდოდ ჯობს რამე უფრო მშვიდობიანი გზად გადავიდეთ. აი ჩვენი მანქანა არის მწვანე. მაქედან არის ძალიან ღრმა. ეს ვინც გადმოვიდა, მაგას აწეული აქვს მანქანა და ამიტომ უფრო მარტივად გადმოვიდა და ეხლა ბჭობენ აი იქიდან ხო არ გადმოვიდნენ, იმიტომ რომ უფრო ის არის, რა ქვია, ნაკლებად ღრმაა და ნახოთ აბა რას მოიფიქრებენ. გუგას აშკარად უნდა რომ გაიჭედოს ახლა იქ. გუგ ძალიან ღრმა აქაც. ბრუნდები მანქანაში, იმიტომ რომ მე მგონი სხვა გზა უნდა მოვძებნოთ, რომ არავინ არ ჩარჩეს დინარეში.
გოგ რა გადაწყვიტეთ? აი ვიდე გადავა. შეტევა მანქანა? ჩვენი უეჭველი და ამათ მაიკითხო რა. ჩვენი უეჭველი ჩვენ როგორ იგზავარჩიე? და ნუ ჩვენ ფრთხილები ვართ. არა, იმათი აწეულია ორი. აწეული. ამისი არა აწეული და ჩვენი ხო. დავით. ეხლა დარწმუნებული ვარ. ერთი კვირაში ჩვენი მანქანა პანამაში ყველაზე მაღლა აწეული მანქანა იყო. გუგა დაფოხმილია რა. თვითონ ვერ გადავიდა. დინარეზე და რას ქვია სხვები გადავიდნენ. აქციო ჩვენს. აქციოდ. ვიღაცა შიფზიკები გერმანელები გადავიდნენ. ჩვენ როგორ ვერ უნდა გადავიდეთ? აი უეჭველი აწევს ეხლა ვიცი. არა, ჩვენ საქართველოში ხო ყავს და იმით ვიოფროუდებს, არ გვინდა კაცევა. აქ თან თუ ჩარჩისად მე მომკითხავი არავინ არ არის. თან ჯუნგლები. არსად არის ჭერს არაფერი და თან აქ პუმები, გვესები, ყველაფერი ნადირობენ. რა არის ესე? რა? ისო. რა? ეს მის არის ფერმა არის ძროხების მომწონი. ძროხების ფერმას აქვს ხოლმე ესეთი ხობე. პატარა რაღაცა იქ ქვემოთ გაშვებული იყოთ. მოკლედ გავაგრძელეთ. გზა ვისაც როგორ შეუძლია ის. უკვე შეიცვალა ტყის ფენა, აშკარად უკვე ჯუნგლებისკენ შევდივართ. ხმებით ისმის ბაყაყები, წერები, მაიმუნები, ყველაფერი ერთად. ვინმე თუ შეგხვდება, ან რამე აუცილებლად განახებთ. ეხლა პანამაში არის წვიმის სეზონი, აპრილიდან 6 თვე წვიმს, ზოგადად ესეა და ძალიან გაგვიმართლა დღეს ამინჩი, იმიტომ რომ ეს კვირა სულ წვიმები იყო, ისეთ წვიმები, რომ საერთოდ სახლიდან არც გადიდოდა ხალხი და მაგარი ამინდი გვაქვს. ძალიან, თორე ალბათ მაგარი წვიმა რომ ყოფილიყო აქ უფრო ცუდი ტალახი იქნებოდა და არც წამოვიდეთ. რაღაცა ვერ გავიგე, რას ვაპირებთ? აი ამ ხიდზე აპირებენ მანქანით გადასვლას. ანუ როგორ უნდა გადახვიდე ამ ხიდზე მანქანით? აი არ ვიცი. ისე მდინარით ჯობს. როგორ უნდა გადახვიდეთ? მითხარით, ვინმე ესეთ ხიდზე გადასულ ხართ მანქანით? მე გერმანული არ მესმის, თქვენ თუ გესმით, მითხარით გასამო. აი აქ უნდა გავიდეთ, მამაკაც თუ ხედავთ, აი მანდ უნდა გადავიდეთ და გაზომა გუგამ სიმაღლე და გადავალთო და თუ არა და მეორე გზა არის, რომ ესეთ ხელით ნაკეთებ ხიდზე გადავიდეთ, რომელზეც რა თქმა უნდა არ მინდა გადასვლა მე. დავრჩები აქეთ მაშინ. ანუ გუგა ჯიუტია და გადავიდა და მე დამტოვა აქ. ნუ არც ისე ჯიუტი ყოფილა, რადგან გადავიდა. ეხა უკან გადავიდეს, რომ გადამიყვანოს. არ გადავიდეს? შეიძლება გავსრიალდეთ? აურა ნაპოლარი წვეტიანი ხვებია თან ეს რა არის. უფრო ეგ ეხავს ვიდრე გველი. რა მეხატავები გუგინა. და როგორ უნდა გადავიდეთ ისე იქამდე? უნდა ავიდეთ მე და ვიაროთ. აი გრილი წყალია. საქართველოს მერე ჩვენ ჩანჩქერებით ახლა ვერ გაგაკვირვებთ ალბათ, მაგრამ მეგობრება, ახლა ვარ შუა ჯუნგლებში, რაღაცა მდინარეში ვდგავართ. შეიძლება ამ ნიანგის მდინარეს ნიანგი მოყვებოდეს.
და მივდივართ ჩანჩქერისკენ. გავიდე? კი, ბარემ შუაში. რა წვეტიანი ქვებია? შენ შეჩვეული ხარ არაგზე. ფეხების მასაჟია, ხო ეს? ეხა ხმა თუ არ მაქვს, ან გვაპატიოთ, იმიტომ რომ აქ რომ მიკროფონი წამოგვეღო და ჩავარდნილიყო, ვეღარ ვუშვედი. აი, აქ ხო შველოსიარული გინდა? გიდა, აბა, აი, ადიხარ ჯუნგლებში რაღაცა. ესა მდინარით ვერა ვაქვს? შენ ნადირი. ეს ნახო დინარი. მდინარით უფრო უსაფრთხო ალბათ. წინ შენი არე და თუ რა მითხარი. აქ ღამე რა იქნება? ვანა ხო გახსოვთ? ხო. არა ის კონდული თქვენ რა ხაურია? დაეცი? არა, ინალა. საქართველოს ჩანჩქერები მირჩევნია, რა ვქნა, ლამაზია, მაგრამ საქართველოს ჩანჩქერები მირჩევნია, რა ვქნა, ბოტანიკურში უკეთესია. იქაც უკეთესი იყო ფასანაუში ზემეთრო ამიყვანე, რა ქვია იმადი? ბანცური არა, მანამდე არის. ხო, ლამაზი ჩანჩქერები. მაგრამ სამაგერო ჯუნგლებია და ცოტა არ მოწონს ჯუნგლების მაცხოვრებლებს აქ ისე ხმაურობენ. რა ხმა იყო ე? ან მამლები იყვნენ, ან მაიმუნები, ან ადამიანები გაქვს. ხო. არ ვიცი. ვიტოქში ერთი ისტეხავს, რომ მილიონი რაღაცა დაძრება და მე ჩემთვის ძალიან აპასნია რაღაცა. შუტყად დადია. ჩვენი მასპინძელი მაჩატეთი არის წამოსული. და მეორეც. არ ვიცი. ხანჯალი ვანა, ხო? კი, მიდი გვანახე შენ. With my machete. გაიშალე. ესე იგი, ჩემი პირადი აზრით, ყველაზე დებილობა ადგილი ავარჩიეთ დასაპარკინგებლად და ბარბეკიუსთვის, ანუ ჯუნგლებში ვართ წამოსულები და არჩიეს აი ეს ადგილი, სადაც ადრე ხიდი იყო, დინებამ წაიღო ხიდი და ეხლა ხიდის ნარჩენებზე ვდგავარ და აი ამ ნარჩენებში არჩიეს ადგილი, რომ აქ გავაკეთოთ ბარბეკიუო და საქართველოში რო ყოფილიყავით, თქვენც მიხვდებით როგორ ადგილს ავარჩევდით, გაშვილ მინდორს, დაჯდომაც რო შეგეძლებოდა, წამოწოლაც ისეს, მაგრამ ჩვენი ორგანიზებული არ არის, ამიტომ მადლიერები ვართ. ყველა თავის ხორცით არის. ჩვენ გვანახებ გუგ როგორი ხორცი გვაქვს. აი იქ რაღაცა ხორცები არის. იქ ლუდებია, ჩვენ ლუდს არ ვსვამთ. აი გუგას მეგობარს ბარბეკიუ აქვს წამოღებული. გუგა მე მგონი არ იმეტებს ამ ხორცს. არ გადამალა ისე. ძალიან ცხელა და ძალიან ნესტია მეგობრებო. მე მგონია რომ ჩვენ ცოტა მეც ვიოფროვდებთ მერე. იმიტომ რომ გეგმა იყარა ჩანჩქერს რომ ნახავდით, მაგრამ უნდა გავეგზელებინა და მაგრამ მოშივდათ. რა ვქნათ ადამიანები ვარ. გუგა, აქედან პატიჟებ?
რესტორანში ამა თუ რაშუობით. ჯერ მოწესრიგდნენ არა საღამოს დაპატიჟა. 5-დან 6-მდე თან მაკის გაყიდვის ზელკა მაგ კიდე ერთი. ელენე მესამე ყიდის თავის კომპიუტერს და ვერ ყიდის, იმიტომ რომ სამივეჯერ, ანუ ორჯერ უკვე თაღლითები მოიყვანა სახლში. და ანუ სახლში პადიესში მისაღებიდან გავაბრუნეთ მოკლედ და აი დღესაც ვფიქრობ რომ ნამდვილი მყიდველები არ იქნებიან და ეგენის თაღლითები არიან. ქეში მოაქვთ და მოკლედ აქ არის ჩეკების სისტემა და ამ ჩეკებს იყენებენ ძალიან ცუდად რა და თუ გაინტერესებთ მოგიყვებით სალკე როგორ შეიძლება მოგატყუა. ლუცუკ თავაზობენ და არ ვსვამთ არა. გუგავენ თავის ღორის სტეიქს. არეთა ცეცხლი არა. სმაჭმევენ შემი. რატო იღებ ხო ვერ დავდებ. favorite meeting or და გუგამ გოგოებს ორაგულის და კრემყოლის სენდვიჩი გაგვიკეთა და ძალიან გემრიელია. მაგრამ ბიჭებისთვის აღარ დარჩა და მარტო ჩვენ ჭამთ და მე მგონი ხორცშიც იქნება, მაგრამ ისეთი ხორცი არ გამოვა, როგორც მე და გუგას გვიყვარს, ჩვენ ველდანი გვიყვარს და ეს ცეცხლი არ ეყოფა მე მგონი, ბოლმა არ მოგატყუეთ. ყველა შემეპარა ეჭვი რომ არ შეიძლება ხორცი იწვევა აშკარად. წავიდე სერფინგზე? კი. когда планируете? ეხლა სერფინგს გეგმავთ. გუგა ორგანიზებს და შემდეგ კვირაში ან ორ კვირაში წავალთ. ტრენერიც გვეყოლება, თან ეხლა დიეტაზე ვართ, რაღაც ისე ვართ, ვარჯიშობთ. იოგა, გუგა დარბის ყოველდღე და მე მგონი უფრო მომზადებულები ვიქნებით და მე პირველ ჯერზე კვატივით გამომივიდა და ეხლა იმედია უკეთ გამომივა. ცუდი, აწპური. რაზექ სასისხლს დახორცელი რა. და რესტორანში რომ დაპატიჟე შენ რა უნდა ჭამა? ჩაქაფული. 6 რო იქნება უკვე. რას დამაპატიჟები? მე ნუ სანამ რესტორანში მივალთ კომპიუტერი უნდა გამაყიდინო შენ. ნახოთ. როგორ წავა მე საქმე. გუგა მზად არის რომ ხორცზე როგორც კი იტყვიან რომ მზად არისო ეცეს. pasa amigo? მე არ მინდა ხორცს რა აზრია. არ მინდა? ურის გარეშე რა აზრია. ჩემი გოსკეს არ მოჩა. არა. ეხლა დაიწყო. შენ თვითონ დადე, ეხლა დაიწყო, შუაში ხარ. მოკლედ შეიწვა ხორცი, მაგრამ არც უცვავთ, არც პულს ჭამთ. მარტო ჩორიზოთ სასისკი შენ ჭამე. მე ეგეც არ მინდა. იმათერობით, ხაშენი გაკეთებული სანდვიჩი მომეწონა და მეყო. მოკლედ ძალიან კარგი დღე გამოვიდა. და ვიაროთ ხოლმე ხშირად. ხო, წამოვიდეთ, მაქსიმუმს წამოვიყვანოთ, აქ მარტო ჩვენ შეგვიძლია რომ წამოვიდეთ. ძალიან კარგი დღეა, მოკლედ ძალიან კარგი ადგილია და გვაყოფილები ვართ, ხო? კი, ძალიან. მაგრამ აქ არ დამთავრებულა, ჯერ მოიცადეთ, ჯერ ხორცი ჭამოთ, მერე საწავიდეთ, ნახეთ. ხორცი ვნახოთ, აბა ერთი როგორი. მეორე ისო გაგოხსნება, მადა. ოფროუდი. აბა დროებით. ჯერ ძალიან ცხელია და ცოტა ხანში შევჭამ და გეტყვით როგორი გემოაქვს. თან დღეს ბოლო ჭამა გვაქვს და ვერ მოვასწრებთ. სხვა ჭამას ჯობს აქ კარგად ჭამად. მე
მე ორი სოსისი მივირთვი. ჩორიზო ძალიან გემრიელი იყო, საერთოდ არ მიყვარს სოსისი დიდად. და ეხლა ღორის ერთსალ ნეკლს შევჭამ და დღეს მე მგონი მორჩა ჩემი კვება. ცხელა. დავისიცხე. და უკვე მანქანით მინდა შეიძლება ისე. ვაგდებით ახლა და ვაგრძელებთ off-road. ოღონდ ქალაქისკენ ქვემოთ, იმიტომ რომ სადღაც 2 საათი მაინც არის გზა და საღამოს ვაგრძელებთ ლამროში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. დაიწყეს ვერ გადახვალოთ ან სამივე მანქანამ ერთად და ჩვენი ჯიმნის დაჩაგვრა უნდა და ეხლა ნახავენ როგორ ვერ გადავალთ. თქვა ჩავაგდე და გაშლილი წყალია, აი ნახე. და ქვა ჩავაგდე და ხმა ანუ პატარა ძალიან პატარა არ არის მაგრამ უეჭველი გადავალთ აგერ ნახავენ ხა როგორ ვერ გადავალთ ვაგრძელებთ. სვას. ველოდებიან ჩვენი მეგობრები. ბუგ როგორი განწყობა გაქვს? კარგი და ვერ გადახვა. სად ვერ გადავა? ისე ესეც კაი ღრმა იყო, სწორი მithქვამს. ნახავ შენ თვითონ ვიდეოში მე. არა, ღრმა არის, მაგრამ ისეთი ვერა, რომ იქაც გადავიდოდი. ვიცი ხო, ეხა აქ რადგან გადახვედი, იქაც გადახვიდოდი. უანა გერმანელები, აი. აი ხორცი შეწვარა იციან ამათ მან. ხანის წარება. Er hat mich von 1,50 Meter und kannte runtergeschmissen. ნუ მანქანების კეთება იციან სადა. წარება არის. ქართველები აკეთებენ მანქანებსაც ყველაზე მაგარს. ოდითგანვე. ყველაფერს ქართველები აკეთებენ მარტო. ეს ახლა რამდენიმე წუთი ვდუმ ვარ, იმიტომ რომ ჩვენი გამომწერები ზოგიერთი უბრალოდ არა გამომწერები გიждდებიან ჩემ მეტყველებაზე. მეგობრებო, აი ნამდვილი off-roaderis ფოტოსები ესე უნდა გამოიყურებოდეს. ფოტოსი უნდა იყოს ჭუჭყიანი და მანქანა სუფთა. მანქანაში საშინელება ხდება, აღარ დაგათვალიერებინებთ, მაგრამ გათვალისწინებული იყო, ხო გუგ? ხო, ხვალ გავეცხო. ხო. ეს გვირა. პატარა ოჯახური კონფლიქტი მოგვივიდა. დაინახა ის რა ქვია ამ ეს კრისტინა რომ აძვრა იმ იმაზე და წავიდა თვითონად დანგრეუხიძე გადასრა და ინსტინქტურად რო დავინახე ინსტინქტურად დავიძახე დაუძახე რა და კი არ დამიძახა ჩამადიგო ხო ნუ უცბად მე მივხვდი რომ უფრო არ შევაშინეთ ცხოველები გაჩერდნენ რატო იგო ჭრიჭინები აღარ ჭრიჭინებდნენ ისავის გამოგიდექი დედაკაცი ატასულხა გოგო ჩამოდი მაგრამ კინაღამ ჩამოვარდი ისე შემიჩინდა აი ბოლოში თუ ხედავთ თიხის ფერს ცასთან აი მანდ უნდა ავიდეთ ახლა მანქანით და
კავკასიონი რო იყოს ბოლოში, მაგრამ კავკასიონის გარეშე აქ კარიბებს ხედავთ. აი ცისფერი რაც ჩანს, არის კარიბების სხვა, ანუ ატლანტის ოკეანე. Buenas tardes, guys.